პროცესი, რომლითაც ეს რაღაც კონცეფცია თუ დოკუმენტია შეიქმნა, უკვე რაც არ უნდა ოქრო რაღაცები ეწეროს შიგნით, გამორიცხავს რომ კარგი იყოს, იმიტომ რომ უკვე რამდენი თვეა გვესმის რომ ამზადებს რაღაცა პატარა ჯგუფი, რომელიც ძირითადად არის ისეთი მინისტრებისგან დაკომპლექტებული, რომლებსაც უმრავლესობას არანაირი უშუალო კავშირი განათლებასთან არ აქვს, ამზადებს რაღაც კონცეფციას, რომელიც არ ყოფილა ჩართული საერთოდ მცირე ნაწილიც კი აკადემიური საზოგადოების. აკადემიურ საზოგადოებაში გულისხმობ მე უნივერსიტეტების რექტორებს, აკადემიურ პერსონალს და მათ შორის სტუდენტებსაც და უფრო ფართო საზოგადოებას. განათლების სისტემა არის საკმაოდ ესეთი დიდი და რაღაცა ისეთი ძლიერი ინერციის მქონე სისტემა. იმაში ესე უცბად რაღაცების გამოსწორება ძალიან ძნელია, მაგრამ რამე რომ გამოასწორო, რაც არ უნდა კარგი იდეალური მოიგონო, გჭირდება ფართო საზოგადოების თანხმობა. უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი პრინციპის ფეხქვეშ გათელვაც, უნივერსიტეტის იდეის ფეხქვეშ გათელვაც, რომ თურმე უნივერსიტეტი ზუსტად ის არის, სადაც არის ბევრი სხვადასხვა ფუნდამენტური დარგი ერთად და ბევრი სხვადასხვა კვლევა და ამის შედეგია შემდეგი ინტერდისციპლინარული კვლევების შესაძლებლობაც და შემდეგ. უნივერსიტეტი ეგ არის და ეხლა გვეუბნებიან, რომ თურმე სახელმწიფო გადაუწყვეტს თუ მთავრობა თუ განათლების მინისტრი თუ არ ვიცი, გადაუწყვეტს რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტი შეიძლება ქონდეს, მაგრამ აქ ასეთი ტექნიკური შედეგების განჭვრეტა რამდენად შეიძლება, იმდენად მართლაც რაღაცა ძალიან ზედაპირულია ეს, რომ ძნელია ამაზე განჭვრიტო ზუსტად, ისიც კი წარმოუდგენელია, როგორ უნდა დანერგონ ეს ბევრი რაღაც. პირდაპირ რაც არის, რასაც არ უნდა 11 წელზე შემცირება, ბაკალავრეთის შემცირება, ეს ნახეთ პირდაპირ რაშიც თარგმნება ბევრ სხვასთან რამესთან ერთად არის ის, რომ უბრალოდ სახელმწიფო კვეცავს დანახარჯს თითოეულ ბავშვზე და ახალგაზრდაზე, ხო? 12 წელი თუ უნდა დაეფინანსებინა სწავლება, ეხლა გადაწყვეტა 11 წელი დაუფინანსოს, ბაკალავრიატი თუ უნდა დაეფინანსებინა 4 წელი გადაწყვეტა, რომ ეხლა 3 წელი დაუფინანსოს, ეს რაღაცა ერთი მარტო შედეგი რო ვთქვათ, მაგრამ იქ ძალიან ბევრი პრობლემაა დაწყებული ავტონომიით, დამთავრებული მართლა პოლიტიკური იარაღად გამოყენების რისკი.